პროტესტის 300 დღე ქუთაისში, უძველეს ევროპულ ქალაქში ევროპული მომავლისთვის ბრძოლა არ წყდება. მოქალაქეები 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროპასთან მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ გააკეთა განცხადება, პროტესტს არ წყვეტენ. მოქალაქეები ქუჩაში დგანან, წვიმაში, თოვლში, ქარსა და მწვანე მზეში და დღემდე მათ მთავარ მოთხოვნად რჩება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. 300 დღიანი უწყვეტი აქციების ერთ-ერთი პირველი დაკავებული იყო ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე, რომელიც ქართული ოცნების წინ საპროტესტო მსვლელობის დროს 28 ნოემბრის ღამეს ძალის გამოყენებით დააკავეს. ნათელი მომავლის დასაცავად ქუთაისში აქციები გამართეს დედებმა. ქუჩაში გამოვიდნენ ექიმები, ხელოვანები, სტუდენტები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან. ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე სხვადასხვა დროს დაწვეს ბიძინა ივანიშვილის ფიტული, ჩასვეს გალიაში და საზოგადოებას შესთავაზეს, რაც სურდათ ის ეწოდებინათ მისთვის. მასშტაბური აქცია გაიმართა ქალაქში წინა საახალწლო კონცერტის მსვლელობისას. ქუთაისის ცენტრალური მოედანის ერთ მხარეს საზეიმოდ შეკრებილი საზოგადოება იყო, მეორე მხარეს კი ადამიანები ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. ახალი წლისა და შობის დღესასწაულებს აქციებით შეხვდნენ მოქალაქეები ქუთაისის ცენტრში, სადაც ასევე იმართებოდა საზეიმო ღონისძიებები. უძველეს ევროპულ ქალაქში ქუთაისში უწყვეტია პროტესტი ევროპული მომავლის დასაცავად, აქციებზე დაკავებულებისა და ძალადობის მსხვერპლი ადამიანების მხარდაჭერის გამოსახატად.